გაეროს ექსპერტთა კვლევა აჩვენებს, რომ დღენაკლულ ბავშვებთან, მხოლოდ დღენაკლულ ბავშვებთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარება სახელმწიფოს წელიწადში 25 მილიონი ლარი დაუჯდება. რაც ერთ სულ მოსახლეზე თუ გადავთვლით, მხოლოდ 7 ლარია. თავად ხელისუფლება კი ერთ სულ მოსახლეს 300-ჯერ უფრო ძვირი უჯდება წელიწადში 2134 ლარი. ამას უკვე აჩვენებს მეორე კვლევა არასამთავრობო ორგანიზაცია ეკონომიკური კვლევის ცენტრის, რომელმაც ეს კვლევა ჩაატარა. მიშა სესიაშვილი სწავლობდა ამ თემას, მიშა აკაკი ამ კვლევის თანახმად პარლამენტი ერთ ადამიანს უჯდება 128 ლარი უფრო ძვირი ვიდრე შეერაგებული ძალების შენახვა მთელი წლის განმავლობაში. ჯამში კი სამთავრობო ხარჯებს და სახელმწიფოსთვის გადასახდელ თანხებს საშუალო ხელფასის 40% მიაქვს, რასაც ინტერნეტ კალკულატორიც აჩვენებს. მისი გამოყენებით თქვენ პირადი სახელმწიფო ხარჯით შეგიძლიათ დათვალოთ მისამართზე price of the state.g. გავყვეთ ხარჯებს თანმიმდევრულად, ყოველთვიური ქირა ავიღოთ ყველაზე მინიმალური ალბათ 200 ლარი, ყოველთვიური დანახარჯი საწვავს 100 ლარი, ყოველ კვირას თუ კი 2 კოლოფ სიგარეტს ეწევით და 3 ბოთლ ლუდს მიირთმევთ, ან 1 ბოთლ ალკოჰოლს და 1 ბოთლ ღვინოს. თუ თქვენ საშუალო ხელფასზე ცხოვრობთ და გადასახადებსაც პატიოსნად იხდით, მაშინ გამოვა რომ მთელი წლის განმავლობაში თქვენ ბიუჯეტში 3120 ლარს იხდით. ეს კი სახელმწიფო სერვისების ჩეკია, რომელიც EPRC-მ დაითვალა და მიუთითებს თუ რა უჯდება თითოეულ მოქალაქეს ესა თუ ის მომსახურება. იმის გამო რომ ქვეყანაში დასაქმებულებთან ერთად უმუშევრებიც და პენსიონერებიც ცხოვრობენ, ერთ სულზე გადასახდელი ოდნავ ნაკლები გამოდის, ვიდრე ჩვენ დავითვალეთ 2134 ლარი. თქვენ როგორც საქართველოს მოქალაქეები ყოველწლიურად იხდით 2134 ლარს იმისათვის, რომ მთავრობა და სახელმწიფო შეინახოთ. ეს ბევრია თუ ცოტა თქვენი აზრით? იქიდან გამომდინარე, რომ რამდენია სახელმწიფო შემოსავალი თითოეულ ოჯახზე, ალბათ ძალიან ბევრია. ჩვენთვის ბევრია. სავარაუდოდ ბევრი. მაშინ როდესაც საარსებო მინიმუმი რაღაც 150 ლარამდე. და ჯამში გიჯდებათ წლის განმავლობაში 2134 ლარი სახელმწიფოს შეინახვა. ბევრია თუ ცოტა თქვენი აზრით? ნორმალური ალბათ. ზოგადად ბევრი არ არის ალბათ თუ ხელფასი საშუალო დაახლოებით 1000 ლარი მაინც გაქვს ადამიანს, მაგრამ საშუალო ხელფასი 500 ლარი აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ცოტა ბევრია.